მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. თქვენ ალბათ მოისმინეთ ის გზავნილები, რომელიც გაკეთდა დონალდ ტრამპის მიერ აი ამ დღეს დილაუთენი ალბათ ყურადღება იყო მიჯაჭვული ყველა თითეული თქვენგანის ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. ძალიან საინტერესო იყო თითეული აი ამ პოზიციის მოსმენა, პრინციპში ეს იყო გარდამტეხი გამოსვლა დონალდ ტრამპისა და მე ვფიქრობ, რომ აი ამ განცხადებით და აი ამ გზავნილებით ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოში. ამერიკული ოცნების განახლება, ოქროს ხანის დასაწყისი, ამერიკის სიდიადის დაბრუნება და საღი აზრის რევოლუცია. ეს ის ყოვლის მომცველი თემებია, რომლებზეც დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, 20 იანვრიდან სწორედ მისმა ადმინისტრაციამ დაიწყო საღი აზრის გაცოცხლება როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს პირველ რიგში ისეთი მარტივი ბიოლოგიური ჭეშმარიტებების აღიარებაა, როგორიც ორი სქესის არსებობაა. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომ ამერიკის ოფიციალური პოლიტიკით არსებობს მხოლოდ ორი გენდერი, ქალი და კაცი. ასევე აღგზავნე მამაკაცების ასპარეზობა ქალთა სპორტში. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია საღი აზრის რევოლუციისა, რომელმაც ჩვენი დამსახურებით უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. საღი აზრი იქცა მთავარ თემად და ჩვენ უკან აღარაზროს დავბრუნდებით. მე სკოლებში ავგზავნე ჩვენი ბავშვების ტრანსგენდერული იდეოლოგიით მოწამვლა. დავასრულე კრიტიკული რასის თეორია. შეუწყვიტე დაფინანსება ყველა დაწესებულებას, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდების სქესობრივ დასახიჩრებაში არიან ჩართული. მე კონგრესს მიუმართავ, რომ მიიღოს კანონი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობს ყველა ბავშვისთვის სქესის შეცვლას. სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ტყუილი, რომ თითქოს რომელიმე ბავშვი არასწორ სხეულშია დატყვევებული. ამერიკელ ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ იდეალურები ხართ ზუსტად ისეთი, როგორიც ღმერთმა შექმნათ. ტრამპმა ეგრეთ წოდებული woke იდეოლოგია დაასრულა და ბრძოლა გამოუცხადა deep states. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული ჭაობის დაშრობაზე საუბრობს, იგი სწორედ იმ კორუფციულ ბიუროკრატიულ სისტემას გულისხმობს, რომელიც ამ დრომდე ქვეყანას ფარულად მართავდა და ამ მიზნით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რადიკალურ მემარცხენე იდეოლოგიებზე მილიარდობით დოლარს ფლანგავდა. ჩემი ადმინისტრაცია ძალაუფლებას დაიბრუნებს ამ ბიუროკრატებისგან და ჩვენ ამერიკაში ჭეშმარიტ დემოკრატიას აღვადგენთ. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც ამ ცვლილებას შეეწინააღმდეგება, სამსახურს დაუყოვნებლივ დატოვებს, რადგან ჩვენ ამ ჭაობს ვაშრობთ. არარჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა. ყოველ დღე იბრძვის ჩემი ადმინისტრაცია იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ამერიკას სჭირდება და იმსახურებს. დიდი ოცნებებისა და დიდი ნაბიჯების დროა. ჩვენ გავყინეთ ყველა ფედერალური რეგულაცია და უცხოური დახმარება. დავასრულეთ მთავრობის იარაღად გამოყენების ტენდენცია. წინა პრეზიდენტი მას პოლიტიკური ოპონენტის, ანუ ჩემი სამართლებრივი დევნისთვის ბოროტად იყენებდა. დავასრულეთ მთავრობის მხრიდან ცენზურა და აღვადგინეთ სიტყვის თავისუფლება. ილონ მასკის მეთაურობით შევქმნით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც არაკომპეტენტურობის, მილიარდობით დოლარის ფლანგვისა და თაღლითობის წარმოუდგენელი დონე გამოავლინა. საგარეო პოლიტიკასა და გლობალურ გამოწვევებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ზელენსკის შეცვლილი რიტორიკაც აღნიშნა. უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ლიდერს წერილობით აცნობა, რომ მზად არის მშვიდობის რაც შეიძლება მალე მიღწევის მიზნით მასთან ითანამშრომლოს და სადაო მინერალების შეთანხმებასაც ხელი მოაწეროს. დაუღალავად შრომობ, რათა უკრაინაში ეს ველური კონფლიქტი დასრულდეს. მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ იღუპება ამ საშინელ კონფლიქტში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ამერიკამ უკრაინის მხარდასაჭერად ასობით მილიარდი დოლარი გაგზავნა ყოველგვარი უსაფრთხოების გარეშე. ნუ თუ ამის გაგრძელება კიდევ 5 წელი გსურთ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ევროპამ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე იმაზე გაცილებით დიდი თანხა დახარჯა, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. ჩვენ უკრაინის დაცვაზე 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, მათ 100 მილიარდი. ეს დიდი სხვაობაა, არადა ოკეანე გვაშორებს ამ კონფლიქტისგან. წერილი მივიღე პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ იგი მზად არის, რაც შეიძლება მალე მოუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, რომ არავის სურს მშვიდობა ისე როგორც უკრაინელებს, რომ მისი გუნდი მზად არის იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რომ უკრაინა მზად არის ჩვენთვის ხელსაყრელ დროსა და ფორმატით ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას. მე ვაფასებ ამ წერილს. იმავდროულად სერიოზული დისკუსიები გვაქვს რუსეთთან, რომელმაც მოგცვა ძლიერი სიგნალი, რომ მზად არიან მშვიდობისთვის. ეს ხომ შესანიშნავი იქნება.
ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იგი სიხარულით მიიღებს მათ შეერთებულ შტატებში და მას კეთილდღეობის ახალ მწვერვალებზე აიყვანს. ტრამპი აქტიურად მუშაობს პანამის არხის დაბრუნებაზეც. თავდაცვის გაძლიერების მიზნით დონალდ ტრამპმა საჰაერო თავდაცვის სისტემის, ეგრეთ წოდებული ოქროს გუმბათის მშენებლობაც დაანონსა. ეკონომიკის სფეროში კი პირობა დადო, რომ ინფლაციას დაამარცხებს და სურსათზე ფასებს შეამცირებს. უცხო ქვეყნებს, მათ შორის კანადას, ჩინეთს, ევროპის სახელმწიფოებსა და მექსიკას პროპორციულ ტარიფებს დაუწესებს. საპასუხო ტარიფები ამოქმედება 2 აპრილიდან. თუ კი უცხო ქვეყანა გვიწესებს ტარიფს, ჩვენ საპირწონე ტარიფს დაუწესებთ. რამდენ გადასახადსაც გვაკისრებენ, იმდენივეს დავაკისრებთ. კონგრესში ტრამპის ხანგრძლივი გამოსვლა გამოირჩეოდა ადგილობრივი გმირებისადმი პატივის მიგებით. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პოლიციის ოფიცრების უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მან ხელი უკვე მოაწერა ბრძანებას, რომელიც სამართალდამცველის მკვლელობაში ბრალდებული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ტრამპმა კონგრესს ამ პოლიტიკის მუდმივ მოქმედ კანონად მიღების თხოვნით მიმართა. სიტყვის დასასრულს ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატები ახალ მწვერვალებს მიაღწევს, როგორც ეკონომიკის, უსაფრთხოების, ისე მეცნიერების მიმართულებით. Thank you, God bless you, and God bless America. ძალიან ბევრი რამ სხვაგვარად იქნება წარმართული და ეს ცვლილებები აისახება არა მარტო სოფლიოს დიდ მოთამაშეებზე, არამედ ჩვენისთანა პატარა ქვეყანებზეც კი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა მინდა მიუძღვნა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს რეალობის განცდის დაკარგვის შეგრძნებები და ვერ ვსწავლობთ ისტორიის მაგალითებიდან ისეთ რაღაცეებს, რაც წესით არ უნდა გვეშლებოდეს. არდრეც მithქვია და ეხაც ვიმეორებ, რომ ყველა ქვეყანა დიდი მოთამაშე გამოდის თავისი ეროვნული ინტერესებიდან. არც ერთი ქვეყანა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ მაგალითად ვიღაცამ საქართველოს გადარჩენაზე იფიქროს. ზოგიერთს გონია, რომ აი მსოფლიო დაყოფილია კეთილ და ბოროტ ქვეყნებად. აი რაღაცა ზღაპარი უნდათ წარმოსახონ და ზღაპარში უნდათ რომ იცხოვრონ. რეალობა სხვა არის და ამ ზღაპრიდან ვერ გამოდის ეს ხალხი. ჩვენც რაღაცა ერთი პერიოდი ვიცხოვრობდით ამ ზღაპარში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი ხდებოდა ეს 1980 ამერიკული მიგვაჩნდა კარგად, რომ ამერიკა არის დემოკრატიის, ამერიკა არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ქვეყანა. და ამას ქონდა თავისი გარკვეულწილად საფუძველიც, იმიტომ რომ მაშინ თვითონ საბჭოთა კავშირში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. შევარდნაძე, გორბაჩოვი და საქართველოში კიდევ ადამიანები, რომლებიც აქ იყვნენ, მუშაობდნენ პირდაპირ CRU-ზე. განსაკუთრებით გორბაჩოვი, რომელიც საბჭოთა კავშირის გრევის შემდგომ როგორ დააჯილდოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. გერმანიამ, რომელმაც ბადენ-ბადენში მას ძვირადღირებული სახლი გადასცა. 1988 წელს მოსკოვში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა შეკრიბა მაშინდელი საბჭოთა კავშირის დისიდენტები და ასევე საზოგადოებისათვის თვალსაჩინო პირები და აი ამ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდიაც ოჯახი თურქ ცოლთან და თავის შვილებთან ერთად და ეს იყო შეხვედრა, რომელიც მოწმობდა იმას, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხვდა წილად ბედნიერება დასწრებოდნენ რონალდ რეიგანთან შეხვედრას, ეს იყო ჟესტი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეულწილად კეთილგანწყობილი იყო ამ ადამიანების მიმართ. ძალიან საყურადღებო აქცენტები გაკეთდა აი ამ შეხვედრის დროს. The President of the United States and Mrs. Reagan. Дамы и господа, президент
Thank you all and welcome to Spaso House. After the discussions we've just had, I thought it might be appropriate for me to begin by letting you know why I so wanted this meeting to take place. Благодарю вас и приветствую вас в дом на Спасо-Песковском переулке. После тех обсуждений, которые мы только что проводили, я решил, что мне следовало бы начать с того, чтобы объяснить вам, почему я так хотел, чтобы настоящая встреча состоялась. You see, I wanted to convey to you that you have the prayers and support of the American people, indeed of people throughout the world. I wanted to convey this support to you that you might in turn convey it to others, so that all those working for human rights throughout this vast land, from the Urals to Kamchatka, from the Laptev Sea to the Caspian, might be encouraged and take heart. Видите, я хотел передать вам, что с вами молитвы и поддержка американского народа, а в сущности и людей во всем мире. Я хотел вам передать об этой поддержке, чтобы вы в свою очередь это могли передать другим, с тем, чтобы все те, кто трудится на ниве прав человека во всей этой пространной стране, от Урала до Камчатки, от Лаптева моря до Каспийского, почувствовали бы поддержку и окрылились надеждой. He must sense that others respect him, and yes, that his nation respects him enough to grant him all his human rights. Мы надеемся, что одна свобода повлечет за собой другую и еще другую, что советское правительство поймет, что источником экономического творчества является человек, его пытливый ум, который создает прорывы в технологии, его изобретательность, которая порождает новые продукты и рынки. И для того, чтобы человеческая личность могла творить, необходимо обладать именно сознанием своей личности и собственного достоинства. Человек должен испытывать уважение к себе окружающих, да и должен чувствовать, что он уважаем в своей стране, причем уважаем настолько, что ему предоставляются все права человека. This, as I said, is our hope. Yet whatever the future may bring, the commitment of the United States will nevertheless remain unshakable on human rights, on the fundamental dignity of the human person. There can be no relenting. For now, we must work for more, always more. Это и есть, как я говорил, то, на что мы возлагаем надежды. Тем не менее, я хочу, чтобы вы знали, что если эта надежда не будет оправдана, обязательства Соединенных Штатов остаются непоколебимы. По правам человека, по делу достоинства человеческой личности не может быть послаблений. Сейчас мы должны стремиться все к большему и большему. And here I would like to speak to you not as a head of government, but as a man, a fellow human being. I came here hoping to do what I could to give you strength. Yet I already know it is you who have strengthened me, you who have given me a message to carry back. While we press for human rights through diplomatic channels, you press with your very lives, day in, day out, year after year, risking your jobs, your homes, your all. И тут я хочу обратиться к вам не как глава правительства, а как человек. Человек, как и вы. Я приехал сюда в надежде сделать все, что смогу, чтобы придать вам силы. И тем не менее, я уже знаю, что именно вы поддержали меня тем, что передали мне ваши высказывания, которые я возьму с собой в мою страну. В то время как мы пользуемся дипломатическими каналами для того, чтобы настаивать на правах человека, вы их
продвигаете вперед самой жизнью изо дня в день, из года в год, рискуя работой, жилищем и вообще всем. God and man, and that freedom will truly come to all. For what injustice can withstand your strength, and what can conquer your prayers? Если разрешите, хочу высказать вам одну мысль от чистого сердца. Приехав сюда, будучи здесь у вас и глядя вам в глаза, я должен верить в то, что история этого мятежного века действительно будет искуплена в глазах Божиих и человеческих, и что свобода воистину восторжествует для всех. Ибо какая несправедливость способна устоять перед лицом вашей силы, и что может покорить ваши молитвы? And so I say with Pushkin, it's time, my friend, it's time. The heart begs for peace, the days fly past. It's time, my friend, it's time. Итак, я повторяю за Пушкиным. Пора, мой друг, пора. Покоя сердце просит. Летят за днями дни. Пора, мой друг, пора. Could I play a little trick on you and say something that isn't written here? Yes, sir. Sometimes when I'm faced with an unbeliever, an atheist, I am tempted to invite him to the greatest gourmet dinner that one could ever serve. And when we finished eating that magnificent dinner, to ask him if he believes there's a cook. Если разрешите, президент хотел бы добавить, и когда я встречаю неверующего человека, мне очень хочется всегда как-то пригласить его на пир, на банкет, действительно банкет для гурмана. И после окончания этого обеда спросить его, верит ли он в то, что действительно существует повар. Thank you all, and God bless you. Благодарю вас всех, благослови вас Бог. ეროვნულ მოძრაობის წარმომადგენლებს და მაშინ უმრავლესობას საზოგადოებისა ეგონათ რომ საქართველო განთავისუფდებოდა და საქართველო როდესაც განთავისუფდებოდა ჩვენ ამერიკა მოგცემდა იმის საშუალებას გვეცხოვრა ბედნიერად, ლაღად ლაპარაკიც იყო რომ მარტო ჩაი და ციტრუსიც გვარჩენს და ბორჯომიო იყო ესეთი განცდები. მართლაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პრეზიდენტი ნიქსონი ჩამოვიდა საქართველოში. ეს იყო კეთილი ნება, კეთილი ჟესტი საქართველოს მიმართ. საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი რიჩარდ ნიქსონი. იგი საქართველოს ვითარების დაჟვევის მიზნით ესწრებოდა. Sure you understand this is the spirit of independence. მაგრამ რაც უფრო მაღალებს, ყველაზე უფრო ძალიან მოწესდეს არის თქვენი ტყუა დამოუკიდებლობის. დიდი მადლობა, რადგან პრეზიდენტი. ხანებში საფედერალში გადადიოდა დაპყრობილი ერების ანექსირებული ერების ხოლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა. Mr. Zviad-Gamsakhtlios. The chairman? President, yeah. Oh, I met with him twice. Well, 3 times. Zviad-Gamsakhtlios ორჯერ, არა, 3ჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ.
იგი ძლიერი ლიდერია. ზოგიერთ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ძალიან ძლიერიცაა. ამასთანავე პრაგმატისტიცაა. ცდილობს მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ყველა კონფლიქტური საკითხი. მშვიდობის გზით და არა ძალისმიერით მონახოს საერთო ენა ოპოზიციასთანაც. მე ვფიქრობ, იგი ქართველებს გამარჯვებამდე მიიღო. ნიქსონის ჩამოსვლა იყო კეთილი ჟესტი ამერიკის ოფიციოზისგან და მხარდაჭერი ჟესტიც იყო საქართველოს პრეზიდენტის მიმართაც, რომ ისინი გარკვეულწილად მხარს უჭერდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას ამერიკის კაპიტოლიუმზე 1990 წელს აღიმართა დროშა ზვიად გამსახურდიას საპატივცემულოდ. მაგრამ იმ პერიოდში მოხდა მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა GKČP, რომელსაც იანაევი ედგა სათავეში ვიცე-პრეზიდენტი და გორბაჩოვი ფაროსზე იყო და მოხდა ის, რომ ზვიად გამსახურდიამ მაშინ გააკეთა განცხადება, რომ აქ რაღაც ლაცუბთად არ არის ყველაფერი და ეს რაღაცა გათამაშებულს გავსო. და ამის თაობაზე მაშინ კითხვაც კი დაუსვეს ამერიკის პრეზიდენტს, რომ გამსახურდია მიიჩნევს, რომ რაღაც სხვაგვარად მიდის პროცესებიო, მაშინ აი ამ პრესკონფერენციას ესწრებოდა გოგი გაჩეჩილაძე, მრჩეველი ზვიად გამსახურდიასი და მან თავისი ყურით მოისმინა, როგორც იხსენებს, ის კითხვაც და ის პასუხიც პრეზიდენტ ბუშისგან, უფროსი ბუშის. თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას მისამართით ნათქვამი საბედისწერო ფრაზა, მაშინ მისმა მრჩეველმა ერთაშორის საკითხებში საკუთარი ყურით მოისმინა. ჩავრცელეთ ტელევიზორი და ტელევიზიით გადაცემენ პრესკონფერენციას თეთრი სახლის ეზოდან. თეთრი სახლის ეზოში გამართა ბუშმა პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ამერიკა არასდროს არ ცნობს ამ არალეგიტიმურ პუჩისტებს და აღიარებს მხოლოდ გარბაჩოვის პრეზიდენტობას და ამერიკა მზად არის მობილიზებულია ყველაფერი იმისათვის, რომ თავისი პოზიცია დაიცვას. აი ამ სიტყვებს რომ ამბობს ბუში, ამ დროს წამოდგა ერთი ძალიან სანდომიანი, საინტერესო ქალბატონი, ჭაღარათმიანი, შავი სათვალეები ჰქონდა, კარგად დავამახსოვრდა ეს ჟესტი და მან მიმართა, რომ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვით, რომ არ ცნობს ამერიკა პუჩს მოსკოვში და აღიარებს მხოლოდ გარბაჩოვს და აგერ ბუშინ CNN-მა გადასცა საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ და საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის გარბაჩოვის შოუ. ამაზე ბუშმა იტეხა ისტერიკები და თქვა, რომ this is ridiculous, ეს არის სასაცილო. ასეთი გამოთქვა ინგლისური და ეს გამსახურდია დიდი ხანია მიდის დინარების საპირისპირო და დროა ის გამოერკვიოსო. აი ამან დამცამე თავზარი მე რაც მქონდა მოფიქრებული და როგორაც მქონდა ჩემი მოხსენება ჩამოყალიბებული დამემცხვრია სულას პროექტი და ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში და მე მაშინალურად დავრეკე ზვიადთან და საბედნიეროდ აიღო ტელეფონი ზვიადმა და უთხარი რომ ეგეთი სიტუაცია მეთქი. უთხარი რომ ზვია ძალიან გთხოვ მეთქი რომ გადაბრუნებული ცუდი რაღაცა არ თქვა გარბაჩოვზე, იმიტომ რომ გულის ფიცარზე აქვს ამოჭრილი გარბაჩოვის სახელი ამერიკაში. კარგი და ეხლა ეს რო თქვა მეთქი მე რომ დამისვამენ ამ კითხვას მე როგორ უნდა მოვიქცე მეთქი ერთ. მაგათ უთხარი დინარებას კუტარი თავზები მიყვებიან. ეს იყო ფანტასტიკური მე ერთხელ თქვი ეს და კიდე არას არ მომბეძდება ამის გამო ეს იყო საუკუნის ფრაზა ყველაზე კარგად ამ ერთი ფრაზით გამოხატა მან რომ საქართველო არის ცოცხალი და არასდროს არ დანებდება არ გაცვლის არაფერზე თავის დამოუკიდებლობასთან თავისუფლებას მას ცოტა წამუშავება სჭირდება იმაზე თუ რა განცხადებები გააკეთოს და რა არა. მე ვგულისხმობ რომ სისულელეა როცა ეს ადამიანიც მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. მე ეს ცოტა ზედმეტი მგონია. არ მინდა რომ ბორცს მიღმა აღმოჩნდეს ამის გამო, მაგრამ უნდა შეიგნოს და გაიგოს რა ხდება მსოფლიოში. დიახ, ჯორჯ ბუშმა განაცხადა რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს გამსახურდია.
იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, მაშინ გამოიკვეთა კონტურები იმისა, რომ უნდა შექმნილიყო SNG, თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში უნდა შესულიყო საქართველო. და ამის თაობაზე სხვათა შორის მაშინ ზვიად გამსახურდიაც ფიქრობდა, რომ მაგრამ ისეთი შექმნილი იყო ფონი, რომ ამისი გაკეთება მაშინ მას ძალიან გაუჭირდებოდა. სხვათა შორის მაშინ ომი როდესაც დაიწყო და შტურმი დაიწყო პარლამენტზე, მან ეს ამ გადაწყვეტილების ამ საკითხის გადაწყვეტა მიანდო საქართველოს პარლამენტს, ოფიციალურად როგორც იყო საჭირო. მაგრამ პარლამენტმა არ ჩათვალა საჭიროდ SNG-ში შესვლა და თანამეგობრობასთან დაკავშირებით კარგად მოგეხსენებათ, უკვე იკვეთებოდა კონტურები და ზვიად გამსახურდია ბალტიისპირა ქვეყნების გავსად, ცდილობდა რომ დამოუკიდებელი თამაში ეთამაშა და ქვეყანა წარმართულიყო სხვა გზით. და ეს იყო საწინდარი იმისა, რომ ჯეიმს ბეიკერმა ამის თაობაზე გააკეთა განცხადება, რომ საქართველო აცდა დემოკრატიის გზას. 1991 წლის 12 დეკემბერს ბესტონის უნივერსიტეტში პუტჩამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა შემდეგი რამ განაცხადა. რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი უკვე აჩვენებენ თავიანთ მზაობას აიღონ პასუხისმგებლობა და გახდნენ მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების წევრები. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი წარმატება ყველაზე მეტად დამოკიდებულია დემოკრატიის და ეკონომიკური თავისუფლების იდეების გაზიარებაზე. წარსახაა, რომ სხვა მთავრობები, მაგალითად საქართველო უკვე აჩვენებენ, რომ კომუნიზმი შეიძლება შეიცვალოს მთავრობით, რომელიც ავტორიტარულია. ამიტომ ისინი თანაბრად არ ემსახურებენ ჩვენს აღიარებას და დახმარებას. თავდაპირველად მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლება და ზვიად გამსახურდია აღმოჩნდნენ ამერიკული პოლიტიკის მიღმა. ხედავს რა დღეშია საქართველო, რომ ჩაკეტა ამ კაცმა და იზოლირება გააკეთა. წაგაკითხოთ ყველა დოკუმენტი, გიმალავ, თქვენ დეპუტატები არ თხოვნობთ თქვენ უფლებებს. წაგიკითხათ მაგალითად 4 დღის წინ აქ იყო ჩამოსული კონსული ამერიკის შეერთებული შტატების და რა გადასცა ოფიციალურად. პრესაში არ აკვეთებს. რა უთხრა სენატორმა დესხოსინმა კონგრესმენმა ხოიერმა გაგაცნოთ დეპუტატებს რომ საქართველოსკენ არავინ არ გამოიხედავს ამ შენ იქნები იმიტომ რომ შენ დაღუპვისკენ მიყავს საქართველო იზოლაციისკენ მიყავს საქართველო ვერ ატყობ რომ გატყვილებთ 50 სახელმწიფო მზად არის ოქსნობს რომ არის ვაქსნოთ დუმინეთმა სამ ჩვენ უარესი ამბავია და ეს ამბავი ვატყდა ეს ამბავი ვატყდა აი ეს ამბავი რატომ ატყდა იცით? მსოფლიომ თქვა, რომ ეს არის დიქტატორული სახელმწიფო, არავინ ჩვენ არ ავიცნობთ ამ სახელმწიფოს. ასეა და არა ისე. გაგიგიათ კაცო, ჯერ ცნობაო მერე დემოკრატიაო. რატომ ბატონო რისთვის იბრძოდი დემოკრატიისთვის? აშენე დემოკრატია, ვინ გიშლის ხელს? ამერიკამ ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანა საქართველოს პრეზიდენტს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბეიკერმა გააკეთა განცხადება, მას შემდეგ, რაც ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ვიცურავს ზვიად გამსახურდიაო, იმის შემდგომ უკვე ფაქტობრივად საქართველოს საკითხი გადაწყვეტილი იყო და ამის თაობაზე ზვიად გამსახურდია გარკვეული ხნის შემდგომ უკვე აფასებს რა მოვლენებს, ამბობს რომ მას სწორედ ამერიკელებმა და დასავლეთმა გამოუტანეს განაჩენი. მთავრობები, რომელსაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგახანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცაც არიელ სიტყვათ, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არ აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს, დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს სტაცებლური მიდგომა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღმონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად ზრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ ეს მოხდა საქართველოში.
კაცობრიობის მტრებს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს, პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისკენ. ზოგადად მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს უწოდებდი. მთავარ დამკვირველ ძალას მასში წარმოადგენს შეერთებული შტატები. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გადაღმიდან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა კურთხევით. ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ ოპოზიციურ დაჯგუფებებს. ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პატროკრატებისგან შედგებოდა. ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთ გზის გამოუყენებია. ჩვენ მივესწრაფოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს. არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო. დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მისნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სრულ აგენტებისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტების მოსვლისა. მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი ჩვენ ვესწრაფოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას, ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს. ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთო ევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია გაანადგუროს ერისნება საერთოდ და შექმნას ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ძალები, რომელთაც ეკისრებათ მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებით აქციონ უბრალო ტერიტორიად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისთვის საჭირო რაოდენობით. ამასთან სრულიად დემორალიზებულს, მზადყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამზრახოთა განხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეების მატარებელი ხალხი. დღესაც დასავლეთის იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში. ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ. აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემს საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახანს გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს 100,000 კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერთვება მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენიებულ იქნა კავკასია. სწორედ ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არ აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელიც ადამიანს სხვა სულიერისგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე. დასაწყისში მისი როგორც პიროვნების დეგრადაციისა, დენაციონალიზაცია, წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთა ეროვნული ფესვებისგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს. ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან. იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე. ბატონო პრეზიდენტო, რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ? ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს სხვათა შორის მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისთვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა, მათსა და რუსეთს შორის. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისთვის. რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფის ხელიდან გამოსტაცავს მას ინიციატივა თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია, მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული ბალკანიზაციის გარეშე.
საკმარისია, რომ რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისივე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობარს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს. მმართველები მიდიან და მოდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გადაღმიდან აქვს თავს მოხვეული. ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფოდ იმ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან და ოცნებობდი საქართველოს ყოლო და ბუნებრივი მოკავშირე. ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად ჩვენ დგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე. მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩართული ხალხების, პირველ რიგში რუსი ხალხის საღიაზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უბსკრულისაკენ. ამ ომში ვერცერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული, ხოლო დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე. მე მწამს ხალხთა სიბრძნის. ჩინეთში მყოფი პრეზიდენტიც ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ სწორედ ბუშისა და ბეიკერისა და გორბაჩოვის ტანდემმა მის წინააღმდეგ იმუშავეს. ამ შეთქმულების მეთაურები იყვნენ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. ეს ორი კაცი ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა. როგორი იყო ჯორჯ ბუშისა და გორბაჩოვის გავლენა მსოფლიოზე? ეს ორი ადამიანი მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ. რატო გავიხსენეთ ეს მოვლენები ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ? გავიხსენეთ იმიტომ, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აღტკინებული ვართ იმითი, რომ აი ამერიკელებით და დონალდ ტრამპით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკელების პოზიცია ყოველთვის იცვლებოდა საქართველოს და იგივე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც მათი იმედი ჰქონდათ. ასე მოხდა ზვიად გამსახურდიას დროს. ჯაუჭირეს ხარი შემდგომში ზვიად გამსახურდია სწორედ ამერიკელებმა ჩამოაგდეს. კი, აქ შეიძლება გადატრიალების პროცესში რუსის ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ მაშინ რუსეთი თვითონ არ ეკუთვნოდა, თვითონ რუსეთის ხელისუფლება ექვემდებარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ელცინი გამოვიდა, კარგად მოგეხსენებათ, კონგრესში და თქვა, რომ ბოჟე ხრანი ამერიკულ. И вот сейчас хотел бы закончить свое выступление словами из песни американского композитора российского происхождения Ирвина Берлина. Господи, благослови Америку. მთლიანად რუსეთის ხელისუფლება იყო ამერიკის ხელისუფლებაზე ჩამოკიდებული. და ამით აიხსნება ის, რომ ერთ პერიოდს, როდესაც ზვიად გამსახურდია იყო მოკავშირე რუსეთისა, ელცინი პირველი იყო, ზე ჩამოვიდა ყაზბეგში, შეხვდა ზვიად გამსახურდია პუშკინის სიტყვებითაც კი შეეგება მას. თვეში საქართველოს რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინიაშვილი შეხვედრა ყაზბეგში შედგა. Я должен сказать вам, что мы долго ждали этот день. Долго ждали его как-то символически, что мы встречаемся на том месте, где впервые нога Пушкина вступила на грузинскую землю. Как-то все это красиво получилось, поэтически получилось, и мы благодарны судьбе за это. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პრეზიდენტი რუსეთის გაგებას მიაღწია. საქართველოს მიიღო სასურველი მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საკითხებში. Договорились, что надо принять действенные меры по восстановлению мира и стабильности в Шидакартли, то есть бывшей Южно-Осетинской автономной области. Вы знаете, что там происходят очень неприятные события. Надо прекратить это кровопролитие, надо восстановить мир и стабильность. И в первую очередь мы решили создать смешанную комиссию Министерств внутренних дел Грузии и России, а потом создать совместный отряд для разоружения всех незаконных военизированных формирований, достижения мира и спокойствия и восстановления законной власти. ორი ქვეყნის ხელმძღვანელმა დამშვიდობებისას ერთმანეთწირობა მისცეს, რომ მათი მოქმედება კოორდინირებული იქნება. Как Россия полным уважением относится к суверенной Грузинской республике, к ее самостоятельной политике и готовы без каких-либо предварительных политических, экономических и прочих условий заключить с Грузией
такой договор. ვიადგამსახურდიას თანხლები პირები აშკარად ატყობდნენ შეხვედრით გამოწვეულ კმაყოფილებას. Это первый шаг в этом направлении. გორბაჩოვის პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერას ბორის ელცინი პირდებოდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებას ხელს თითქმის აღარაფერი უშლიდა. Договор между Грузией и Россией. Во всех областях. Он будет подготавливаться. Будут созданы рабочие группы. С нашей стороны они уже работают. Подготовлено немало материалов в этом направлении. И, наверное, этот договор будет подписан где-то к концу апреля, если не ошибаюсь. Причем договор и общеполитический, и экономический. და თითქოს ჩვენ შორის უნდა ყოფილიყო ისეთი ურთიერთობა, რომ ნორმალური, ეს კი არა ზუსტად გამსახურდია იყო ელცინის აი ინაუგურაციაზე თამადად, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, ის იყო თამადა აი ამ სუფრაზე. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომელიც რუსეთის ხელში ყავდათ და რა თქმა უნდა, მაშინდელი პოლიტიკური პროცესებს ისინი მართავდნენ, გადაწყვიტეს, რომ უნდა მოეცილებინათ გამსახურდია, რომელიც მათთვის მიუღებელი იყო. შემდგომში უკვე შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში და შევარდნაძეც მიუღებელი იყო. შევარდნაძე, რომელმაც დაამხო გამსახურდია, შევარდნაძე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა აი ამ პუტჩში, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომ იარაღი აიღეთო თქვენო, ესე ჩვენ კარგად გვახსოვს. თბილისში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა, მას აეროპორტში უამრავი ხალხი დახვდა. ედუარდ შევარდნაძემ ქართულ ინტელიგენციას იარაღის ხელში აღებისთვის განსაკუთრებული მადლობა აეროპორტშივე გადაუხადა. იარაღი ავტომატურად დაიჭირა ხელში. ისევ დემოკრატიული საქართველოს ასოციაციის პარლამენტი ადრე გამოხდა თავის ხალხს. მადლობა. ისიც ამერიკელებმა მოიცილეს, კარგად გვახსოვს, ეს კმარა, რუსთავიორი, ყველაფერი ეს შექმნილი იყო ამერიკელების მიერ. ამერიკის ყოფილი ელჩის შეფასებები ვარდების რევოლუციიდან 10 წლის შემდეგ ვაშინგტონის როლი 2003 წელს განვითარებულ პროცესებში. რიჩარდ მაილსთან ინტერვიუ ჩვენი თხოვნით ამერიკის ხმამ ჩაწერა. როგორ იხსენებთ ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს? თქვენი აზრით, რამდენად კონსტრუქციული იყო ეს პროცესი და შესაძლებელი იყო თუ არა მისი თავიდან აცილება? I arrived in Georgia in 2002. საქართველოში 2002 წელს რომ ჩამოვედი, ვნახე რომ სიტუაცია საკმაოდ უცნაური იყო. რთულ გარემოში მანამდე ვყოფილ ვარ, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში 1991 წლებში ვიყავი. 2002 წელს საქართველოში უიმედობის შეგრძნება იყო და გამოსწორების იმედი არ ჩანდა. ქვეყანაში იყო ოპოზიცია, დემოკრატიული ოპოზიცია. შევარდნაძის მთავრობა დიქტატურა არ იყო. ის მეტნაკლებად დემოკრატიული პრინციპებისკენ იხრებოდა. ქვეყანაში ცხადად ჩანდა, რომ შევარდნაძემ დაკარგა ქვეყნის მართვის შესაძლებლობა, დაკარგა სახელმწიფო შემოსავლის მოგროვების უნარი და ამ შემოსავლის პენსიებზე მასწავლებლის პოლიციისა და საავადმყოფოს თანამშრომლების ხელფასების სახით დაბრუნების საშუალება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას უნდოდა ძალაუფლების შენარჩუნება. ოპოზიციის წამყვანმა წევრებმა ზურაბ ჟვანიამ, ნინო ბურჯანაძემ და მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტეს, რომ ვითარება უნდა შეცვლილიყო. ხალხი უკვე გამოდიოდა და აწყობდა საპროტესტო დემონსტრაციებს, მაგრამ ეს ადამიანები სწორ დროს გამოიკვეთნენ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებად. ჩვენ შევარდნაძესთან ლაპარაკი დავიწყეთ და ვთქვით, რომ არჩევნები არ იყო ღია და დემოკრატიული. ჩვენ შევთავაზეთ, რომ არჩევნები თავიდან ჩაეტარებინა ან შეეთავაზებინა მოსახლეობისათვის, რომ ერთ წელში საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადგებოდა, მაგრამ შევარდნაძეს არც ერთი მათგანის გათვალისწინება უნდოდა და არც მეორესი. შედეგი მშვიდობიურად განწყობილი სხვა ჯგუფის წინააღმდეგ მოაწყო. რომელიმე მათგანს ძალა რომ გამოეყენებინა საქართველოსთვის, ამას სულ სხვა შედეგი მოჰყვებოდა. ეს იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომლის რატიფიკაციაც მოგვიანებით გამართული არჩევნებით მოხდა. საბოლოო ჯამში საქართველო უკიდურესად რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოვიდა. გავიხსენოთ 2008 წელი. რა თქმა უნდა, სააკაშვილი იყო ამერიკელების დასაყრდენი, მაგრამ სწორედ ამერიკელებმა მოინდომეს, რომ საქართველოში გაჩაღებულიყო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმაში, რომ ეხა სააკაშვილმა თვითონ გადაწყვიტა ჯარების დაძვრა ცხინვალისკენ. ის იყო, რა თქმა უნდა, პროვოცირებული,
მე მახსოვს ნინო ბურჯანაძის გახსენება, როდესაც ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ როგორ დაურეკა მას სააკაშვილმა და როგორ უთხრა, რომ მას ამერიკელები მხარს დაუჭერენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო აუცილებლად იქნება ინტერნეტში ხელახლა გამოჩნდება ის გამოსვლა, რომელიც ჰქონდა ქალბატონ ჰილარი კლინტონს ჩიკაგოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სადაც მან პირდაპირ მიმართა მაკეინს, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილს ომი შენ დააწყებინეო. უბრალოდ ძალიან მალე გამომდინარე ამერიკის საერთო პოლიტიკიდან ეს ვიდეო ძალიან რთულად საპოვნელი გახდა ინტერნეტ სივრცეში. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ინგა, მიხეილ სააკაშვილი ხა იცით ჩემი დამოკიდებულება მისადმი, მაგრამ მე არასოდეს ტყუილს არ ვიკადრებ და არასოდეს ადამიანს სილს არ დავწამებ, თუნდაც ჩემს ყველაზე მეტ მოსისხლე მტელს. სააკაშვილს რა თქმა უნდა არ უნდოდა ომის წაგება. სააკაშვილს რა თქმა უნდა სჯეროდა რომ ის ამ ომს მოიგებდა, იმიტომ რომ ის იყო დარწმუნებული იმაში, ეს მეორე მხარეა რომ სიბრიყვე იყო ამაში დარწმუნება, მაგრამ ის იყო დარწმუნებული იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას აუცილებლად დაეხმარებოდა და უფრო მეტიც. ჩემსა და მას შორის 7-ში თუ 8-ში როდის იყო ბუშის გამოსვლა, მე მგონი ეს 8 რიცხვი იყო, შედგა სატელეფონო საუბარი მისი ინიციატივით, მან დამირეკა და მითხრა ჩართე ახლა ტელევიზორი, ტელევიზორში გამოვა ამერიკის პრეზიდენტი ბუში, რომელიც აცხადებს, რომ ის ომს უცხადებს რუსეთს და ამერიკული ესე ვთქვა დომდამშენები უკვე აფრინდნენ საქართველოს დასაცავად და რუსების დასაბომბათო. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამაზე კატასტროფული რეაქცია მქონდა, მაგრამ სააკაშვილს ამის სჯეროდა. და სააკაშვილი ახლა არაადეკვატური იყო ხშირ შემთხვევაში და ემოციური, მაგრამ გიჟი ნამდვილად ანუ თქვენ ცალსახად ამერიკულ მხარეს. დიახ, ამერიკელების შეგულიანებული პრეზიდენტი სააკაშვილი შევიდა ცხინვალში და შემდგომში პროცესები განვითარდა ისე, როგორც განვითარდა. ჩვენ დავკარგეთ სამაჩაბლო სოფლები, დავკარგეთ კოდორი და ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. და ეს იყო ამერიკული ავანტიურა მორიგი საქართველოს წინაშე. კლავაც ამერიკელებმა, როგორც ზვიად გამსახურდი აზრო, შევარდნაძის დროს, ასევე 2008 წელსაც მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანა ესეთ მდგომარეობაში ჩავარდილიყო. მათ უნდოდათ, რომ საქართველო ყოფილიყო რაღაცა ეგრეთ წოდებული სადგისის ფუნქციის მატარებელი ქვეყანა, რომელიც უჩხრეთდა რუსეთს და ამითი რაღაც რუსეთს უსიამოვნება შეექმნებოდა და ის კი არ აინტერესებდათ, რომ ამითი საქართველოს ტერიტორიებს კარგავდა. ეს მათთვის, როგორც სააკაშვილი იხსენებს, ქვების გროვა იყო მხოლოდ ქართული სოფლები. დღეს რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ გვინდა რომ აიგივე დღევანდელ სიტუაციასაც დაუბრუნდეთ და აი ამ ტრამპის განცხადებების ირგვლივ ვიტრიალოთ, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინელები რამდენჯერმე მოატყუეს ამერიკელებმა. ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ უკრაინა განიარაღებულიყო ბირთვული შეერაღებისგან, რომ უკრაინას ბირთვული შეერაღება არ ქონოდა და დაიდო ხელშეკრულება, რომელთაც ისრულობდა ვალდებულებას ამერიკა, საფრანგეთი, იქ იაპონიაც იყო, ამას რუსეთმაც მოაწერა ხელი, რომ ისინი ცნობდნენ ტერიტორიულ მთლიანობას და იღებდნენ ვალდებულებას, რომ დაეცვათ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა. უკრაინამ საბჭოეთისგან მემკვიდრეობით ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი მიიღო. საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ დამოუკიდებელმა უკრაინამ ბირთვული მარაგის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. ახალი ბირთვული მოთამაშის გამოჩენა მსოფლიოში ძალთა არსებულ ბალანსს არღვევდა. საერთაშორისო საზოგადოება ამ პრობლემის სწრაფ აღმოფხვრას შეეცადა. უკრაინის ხელისუფლებამ მსოფლიოს ლიდერის სახელმწიფოებისგან კატეგორიული გზავნილი მიიღო. კიევი ბირთვულ არსენალს უნდა შელეოდა. Нам Соединенные Штаты официально, Украине, я имею в виду, заявили. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავიტანდით ბირთვული იარაღს, უკრაინას მძიმე სანქციებს დაუწესებდნენ. საუბარი იყო როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ სანქციებზე. ეს მათ ღიად განაცხადეს. უკრაინიდან რუსეთში ბირთვული არსენალი სრულად გაიტანეს. 1994 წლის 5 დეკემბერს ბუდაპეშტში უკრაინა ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შეთანხმებას შეუერთდა. ამის სანაცვლოდ ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების გარანტია მიიღო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, მოგვიანებით კი საფრანგეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი გარანტირებული იყო. ბირთვულმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ არ განხორციელდებოდა სამხედრო აგრესია. და ფაქტობრივად განაიარაღეს უკრაინა. ამერიკელების მოთხოვნით. თვითონ იხსენებს კრავჩუკი, რომ მათი მოთხოვნა იყო, რომ უკრაინა არ ყოფილიყო ბირთვული შერაღების კონე. როგორც კი ბირთვული შერაღებისგან გაიწმინდა უკრაინა, უკვე შემდგომში წაიწყო ახალი პროცესები. ჩვენ გვახსოვს, როგორ არიგებდა ნოლანდი პონჩიკებს მაიდანზე, როდესაც აქ ვითომ თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელები შეიკრიბნენ, შემდგომში ეს პონჩიკებისა და ღვეზელების дариგება როგორ დაუჯდა უკრაინელებს. Добрая американка, раздающая печенье на Майдане. Она сочувствует, но не вмешивается. А главное, призывает не вмешиваться других. Заместитель госсекретаря США Виктория Нуланд позиционировала себя именно так. Голубь мира, а не мифическая рука Запада. И как ни кстати прозвучало это. Мы в игре. 2014 წელს მათ დაკარგეს ყირიმი, დაიხოცა უამრავი ადამიანები, დაიწყო უკრაინის რღვევის პროცესი. უკრაინის რღვევის პროცესი, რომელიც გაგრძელდა იქამდე, რომ დღეს რა დღეშია უკრაინა, ჩვენ კარგად ვხედავთ. ეს იყო მორიგი ამერიკული ავანტიურა. ზელენსკი დღეს, როდესაც ეხა ტრამპმა ჩვენ ნახეთ, როგორ დატუქსა ის თეთრ სახლში, მონიკა ლევინსკის შემდგომ, ალბათ ესე არავის არ მოქცევია არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი, ჩვენ ნახეთ, რომ რაღაცა თითი უქნიეს ზელენსკის მადლობა, რატო არ გითხარი ამ ყველაფრის რაც გეკეთები და იცით რა არის? ბევრს დაავიწყდა, რომ ვინ მოიყვანა ზელენსკი ხელისუფლებაში, ვინ შეიარაღა ის და ვინ განაწყო ის რუსეთის წინააღმდეგ. ეხლა ვიღაც იდიოტიც კი ვერ დაიჯერებს იმას, რომ ზელენსკი თავისით ესე ადგა და დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აქ იყო ამერიკელები ჩართული. ამერიკა ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც უჭერდა მხარს ზელენსკის. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით კიდევ 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიეწვდის. CNN-ის ცნობით ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას აცნობა. როგორც პენტაგონის პრესპიკერი ჯონ კირბი განმარტავს, დახმარების პაკეტი საარტილერიო სისტემებს, საჭურვებსა და ჯავშან ტექნიკას, ასევე ვერტფრენებს მოიცავს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი იერიშისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იქნება საჭირო. როგორც CNN-ი წერს, ამ დამატებითი 800 მილიონის შემდეგ საერთო ჯამში შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხის ოდენობამ 2 მილიარდ 400 მილიონ დოლარს მიაღწია. ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს გაზარდონ უკრაინის დახმარება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს. ეს სავარაუდოდ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იქნება. ამ აღჭურვილობიდან ზოგიერთი გააძლიერებს შესაძლებლობებს, რომელიც უკვე მივაწოდეთ უკრაინას. ზოგი ახალია, რაც ჯერ არ მიგვიწოდებია. ყველა მათგანი უკრაინის დასახმარებლადაა განკუთვნილი. ბრძოლაში, რომელიც ახლა იმყოფებიან და რომელიც მომდევნო დღეებსა და კვირებში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ელით. არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2 მილიარდ 600 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია. ამერიკა მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, განაცხადა ჯო ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომში ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან, მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკის სამხედრო ძალები ტაივანს დაიცავენ. უკრაინა იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ და წარმოუდგენელი სიმამაცით და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით არ აგებს ომს და მათ გარკვეულ სფეროებში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა რომ იქნებოდა. ზელენსკის, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ დაეწყო ომი და შემდგომში როგორ წავიდა უკრაინელების ბედი, ჩვენ კარგად ვიცით. ჩვენ ამას იმიტომ საუბრობთ, მეგობრებო, რომ უამრავი ქვეყანას გამოუტანა განაჩენი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. და დღეს არ მინდა მე რომ ჩვენ რაღაცას ღრუბლებში ვიყოთ და გავხდეთ
კლავაც მეოცნებები, როგორიც ვიყავით 90-იანებში, როგორიც ვიყავით 2000-იანებში. ამერიკა გადაგვარჩენს, რომ ტრამპი გადაგვარჩენს, არავინ არ გადაგვარჩენს. ჩვენი გადარჩენის გასაღები ადრეც მithქვია და ეხლაც ვიმეორებ არის მოსკოვში. ჩვენ ტრამპისტები კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ქვეყნის პრეზიდენტის თან კავშირზე მყოფი, რომელიც ქვეყანასაც შეუძლია საქართველოს ხსნა. მე მახსოვს იგივე კადაფი, რომელიც საუბრობდა ამერიკელებზე, თუ რა გაუკეთეს ამერიკელებმა, აღნიშნავდა იმ როლს, რომელიც ეკისრა ამერიკას იმ აფრიკულ ქვეყნებში. Так по какой же причине вторглись и разрушили Ирак, убив миллион иракцев? Пусть наши американские друзья ответят вот на какой вопрос. Почему Ирак? За что? Бен Ладен иракец? Нет. Теракт в Нью-Йорке совершили иракцы? Нет, не они. Пентагон атаковали иракцы? Нет, не они. Было ли оружие массового поражения в Ираке? Нет, не было. Да даже если и было, то у Пакистана есть это оружие, и у Индии, и у Китая, и у Франции, и у России, и у Британии, и у США. Что, их тоже уничтожать будем? Хорошо, давайте развалим все страны, где оно есть. Иностранная держава оккупирует арабское государство и вешает его президента. А мы тут сидим в стороне и смеемся. Почему не проводится расследование казни Саддама Хусейна? Как можно повесить военнопленного, президента арабской страны и ни много ни мало члена Лиги арабских государств? Сейчас нет речи о политике, которую проводил Саддам Хусейн, или о наших с ним разногласиях. У всех у нас были политические разногласия с ним, равно как и друг с другом. За пределами этого зала нас ничего не объединяет. Почему не проведут расследование убийства Саддама Хусейна? Руководство целой арабской страны казнили через повешение, а мы здесь сидим в стороне. За что? Любой из вас может стать следующим. Может. Америка плечом к плечу воевала вместе с Хусейном против Хаменеи. Хусейн был их другом. Дик Чейни дружил с Саддамом Хусейном. Дональд Рамсфельд, будучи министром обороны США, когда те уничтожили Ирак, когда-то был близким другом Саддама Хусейна. А в итоге они его продали и повесили. Вы дружите с Америкой, хотя нет, я скажу мы. Мы дружим с Америкой. Но однажды она может сдернуть и нас. ამერიკელებმა კოცონი მარტო ევროპაში კი არა. ამერიკელებმა კოცონი დაანთეს უამრავ ქვეყანაში. ეს არის ლიბია, ეს არის ეგვიპტე, ეს არის სირია, ეს არის ერაყი, ეს არის ავღანეთი. ყველგან ამერიკა ცდილობს რომ თავისი ჰეგემონია განახორციელოს იმით რომ მოაშთოს, გაანადგუროს ესა თუ ის ქვეყანა და შემდგომ ამ პოლიტიკით იხემძღვანელოს. ამერიკა არის ქვეყანა რომელიც იუგოსლავიაში ბომბებს ყიდა და ამით ულოცავდა აღდგომის დღესასწაულს სერბებს. ამერიკა არის ის ქვეყანა რომელმაც კოსოვოს აღიარებით შექმნა პრეცედენტი აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებისა. ამერიკა არის ქვეყანა რომელიც იწყებს ძალიან საშიშ თამაშს ტერიტორიების მიერთებისა. ის განცხადება რომ მე მინდა რომ გრენლანდია, კანადა შევიერთო, ეს დასაბამი ხდება იმისა რომ სხვა კიდე იგივე განცხადება გააკეთოს რომ მასაც უნდა შეიერთოს. ძალიან საშიში პროცესები მიდის თურქეთში. ქურთისტანის მუშათა პარტიამ და მისმა ლიდერმა ოჯალანმა, რომელიც ციხეში არის თურქეთში, მოუწოდა ქურთისტანის მუშათა პარტიას დაყარონ იარაღი და არ გაუწიონ წინააღმდეგობა თურქებს. Основатель рабочей партии Курдистана Абдуллах Оджалан призвал к самороспуску вооруженного движения, и штаб-квартира командира РПК в горах Северного Ирака немедленного ответа не последовало, передает Евроньюз. В своем послании из тюрьмы на острове недалеко от Стамбула Абдуллах Оджалан призвал сторонников положить конец 40-летнему конфликту с Анкарой. «Я призываю сложить оружие и беру на себя историческую ответственность за этот призыв», заявил 75-летний лидер турецких курдов в письме, зачитанном депутатами Прокурдской партии народной свободы и демократии. Ранее делегация партии смогла посетить Оджалана, отбывающего пожизненное заключение на острове Имралы в Мраморном море, и опубликовать фотографию встречи в социальных
социальных сетях. Рабочая партия Курдистана – порождение 20 века, века самого интенсивного насилия в истории, 2 мировых войн, реального опыта строительства социализма и глобальной холодной войны, полное отрицание курдской идентичности и ограничение основных прав и свобод, в частности, свободы слова, сыграли важную роль в ее возникновении и развитии, заявил Оджалан. Созовите свой конгресс и примите решение. Все боевые группы должны сложить оружие, а рабочая партия Курдистана должна самораспуститься, говорится в послании Оджалана. Абдулла Оджалан находится в заключении с 1999 года, после того, как он был осужден за государственную измену. Как считается, несмотря на изоляцию в островной тюрьме, он продолжает оказывать значительное влияние на рабочую партию Курдистана и ее нынешнюю верхушку. ანუ აქაც საშიში პროცესები იქნება და ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ამერიკის ცვალებადი პოლიტიკის მომსწრენი ვართ, როდესაც თურქეთის გაძლიერების მომსწრე ვართ და თურქეთი ხდება ამ რეგიონის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, იმიტომ რომ თურქეთმა ფაქტობრივად წაართვა სირიაში ადგილი რუსეთს. თურქეთმა გამოდევნა ყარაბახიდან რუსეთი. თურქეთმა აიღო საკმაოდ დიდი მისია ამ რეგიონში. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ხარს უჭერს უკრაინელებს ღიად. და თურქეთთან ერთად დგას უკვე აზერბაიჯანი, რომელიც არის 10 მილიონიანი და რომელმაც დაიბრუნა ყარაბაღი. ჩვენ ვართ ძალიან დიდი და საშიში მოვლენების შემსწრე და კვლავაც იგივე შეცდომა, რომ ჩვენ ამერიკელები გადავარჩენს და ეს ამერიკული ზღაპარი თუ კიდევ დავიჯერეთ, საქართველოს აღმოჩნდება შეიძლება გადაშენების და განადგურების პირას. იმიტომ რომ არც ამერიკა და არც რომელიმე ევროპული ქვეყანა საქართველოს არც არასდროს გამოუწვდის ხელს და არც არასდროს გამოუწვია ხელი საქართველოსთვის. და დღეს ნუ ვიქნები ჩვენ რაღაცა ისეთი ზღაპრის მომლოდინე, რომელიც არასდროს არ ახდება რეალობაში. დონალდ ტრამპი რაც არ უნდა კარგ მესიჯებს აგზავნიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს მესიჯები არის განკუთვნილი პირადად მისი მოსახლეობის მიმართ და მისი ქვეყნის კეთილდღეობის მიმართ. და არასდროს დონალდ ტრამპი არ დაიწყებს ბრძოლას საქართველოსთვის, როგორც არასდროს არც ერთმა ამერიკის პრეზიდენტმა არ გააკეთა არაფერი საქართველოსთვის. როგორც არც ერთმა ევროპელმა ლიდერმა არასდროს არც გააკეთა და არც გაუკეთებდა და არც გააკეთებს საქართველოსთვის რამეს. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ხსნა ვეძებოთ ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც იქნება ჩვენი უსაფრთხოების ფარი, რომელიც იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი. და ვინმე თუ ვერ გებულობს ამას კიდე ამდენი არგუმენტების, ამდენი მტკიცებულებების და ამდენი სისხლიანი ისტორიების შემდგომ ის ან მოღალატეა, ან ბოდიში და ცოტა ნამდვილად ვერ არის კარგად რაღაცა გონებასთან. მაგრამ უფრო მგონია რომ მოღალატეები სჭარბობენ ერთგულებს, იმიტომ რომ არ არსებობს რომ ამდენი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფურცლის შემდგომ ვიღაცა ვერ ხვდებოდეს რასთან და ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე. ამიტომ მე ვფიქრობ რომ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, ქართველი ხალხი უჭკუო ხალხი არა ვართ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უამრავი ისეთი ქმნილება შექმნა, რომლითაც ჩვენ კი არა მთელი მსოფლიო ამაყობს. ჩვენ ვართ უდიდესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა, უდიდესი კულტურის, უდიდესი ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც არის გარკვეულწილად მისაბაძი ბევრი ევროპელისთვის. მე მჯერა ქართული შეგნების, მე მჯერა ქართული მსოფლმხედველობის, მე მჯერა ქართველების გამჭრიახობა. რა თქმა უნდა, შორეულ ნათესავს კარის მეზობელი გერჩივნოსო და ჩვენ ღმერთმა გვარგუნა მეზობლად ამხელა უზარმაზარი მართლმადიდებლური რუსეთი. და ერეკლე მეფეს იმიტომ ებძვიან ამდენი ხანია, რომ ერეკლემ იმიტომ გადადგა ნაბიჯი რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატით, რომ სხვა გზა საქართველოს არ აქვს. ამ რეგიონში ჩვენ ბიზანტიასთან იმიტომ იყო საქართველო, რომ ბიზანტია იყო მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ შეგვეძლო ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ბიზანტიასაც ბევრი რამე ცუდი ქონდა გაკეთებული საქართველოსთვის, მაგრამ სხვა ჩვენ არ გქონდა არჩევანი. დღესაც შეიძლება ჩვენ ბევრი გულისწყენა გქონდეს რუსეთისგან, მაგრამ რუსეთის გარდა საქართველოს სხვა გზა, სხვა არჩევანი არ გააჩნია.